de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 205 ეპიზოდს გადაცემისა კვირაში ერთხელ მიშა მშვილდაძესთან. სადღაც 6 წლის წინ უკვე ვიცოდი, რომ ქოცები ცუდად დაამთავრებდნენ. მაგრამ ასე ცუდად თუ დაამთავრებდნენ, ნამდვილად არ მეგონა. ეხა ვიღაც იტყვის, რომ ჯერ არ დაუსრულებიათო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, როცა დაამთავრებენ, ეგრე ცუდად თუ დაამთავრებდნენ. აი ეგ არ მეგონა. ამ კვირაში ტოტალური უსამართლობის საცეცები პირადად მე და ჩემს ახლო მეგობრებსა და კოლეგებსაც შეგვეხო. თუმცა მე ის კაცი არ ვარ, რომ საკუთარ პრობლემებზე უფრო ადრე ვილაპარაკო, ვიდრე იმ გამაოგნებელ უსამართლობაზე, რაც 21 წლის უდანაშაულო ბიჭს შეეხო. მოსამართლედ მომუშავე ვინმე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის პატიმარს მათე დევიძეს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაძლოა მტკიცებით აქციის მიმდინარეობისას იგი თავს დაესხა 3 პოლიციას და ჯოხის დარტყმით სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა. თურმე სამივე პოლიციელი გადადებული ყავდათ ექიმებს და სასწაულმა გადაარჩინა. მინდა გითხრათ ცრუ მოწმეებს, ცრუ დაზარალებულებს, ცრუ პროკურორ მოსამართლეებს, როცა დრო მოვა და იტყვით, რომ თქვენ არაფერ შუაში ხართ და მხოლოდ მითითებებს და ბრძანებებს ასრულებდით. არ გიშველით. არავისთვის არ უშველია მაგას. მინდა გადახედოთ ავტორიტარული რეჟიმების მსახურების ცხოვრებას, კარიერას, დასასრულს. უცხო ქვეყნების მაგალითები თუ არ გაინტერესებდა წარსულში ქექვა გეზარება, აქვე გადახედეთ ქართულ მასალებს. რავი, წინ გიდევთ ხარებას, ვაჟა სირაძის, გომელაურის, ლილუაშვილის მაგალითები. გაიგეთ, გაიაზრეთ, როგორ ექცევა რეჟიმი საკუთარ წევრებს. ტვინი გაანძრიეთ, როგორმე. მესმის, რომ მათე დევიძემ სასწაული დაზიანებები მოგაყენათ, მაგრამ თავი ხო გადაგირჩათ. რავი, თქვენ საქმეებში არ ფიგურირებს ტვინის შერყევა. მათე მოგმართავ შენ და ყველა სინდისის პატიმარს. იყავით მხნედ. თქვენ ჩემი და საზოგადოების სრული მხარდაჭერა გაქვთ. არ გავამარჯვებინებთ ამ რეჟიმს. ჩვენი მოქალაქეების გარდა თქვენთან არიან ამერიკელი კონგრესმენები, ევროპარლამენტარები, დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები. თქვენს გვერდითაა სიმართლე და სიმართლე კიდე ყოველთვის გაიმარჯვებს. თუ შენ 4 წელი და 6 თვე სრულად მოგახდევინეს, ესე იგი ბოროტებამ გაიმარჯვა და ჩვენც შენს გვერდით საკნებში ვსხედვართ. მათეს პროცესმა და განაჩენმა კარგად აჩვენა, რომ რეჟიმმა საზოგადოების გატეხვა ვერ შეძლო. პროტესტი არ გამქრალა, მასზე რეაქცია უпроსო. პროპაგანდა ვერ მუშაობს და გამარჯვება შესაძლებელია. რაც შემეხება მე და ჩემს კოლეგებს. Facebook სტატუსებზე გვიჩივლეს და დაგვაჯარიმეს. დია მამისეიშვილს დინარაძემ უჩივლა Facebook პოსტში ნაძირალას დაძახებისთვის. სასამართლოში დაიბარეს და დააჯარიმეს მარიამ გეგუჩაძე, გიგა მაქარაშვილი, ვახო სანაია, ნანუკა ჟორჟოლიანი და სხვები. იმ სხვებში მოვხვდი მეც. ეხა მოგიყვებით, რაზე მიჩივლა შალვა პაპუაშვილმა. მე დავწერე შემდეგი სტატუსი. შარშან USAID-ის ტრაქს ლოკავდა შალვა პაპუაშვილი. ნებისმიერი ტრაკის გალოკვა შეუძლია. უნივერსალია. ტრაკის ლოკვის ფილიპ კოკუა ბატონი შალვა. ფილიპ კოკუ ცნობილი ფეხბურთელია, რომელიც კარგად თამაშობდა როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმასა და ნახევარდაცვაში. უნივერსალური ფეხბურთელი იყო. ვფიქრობ, ნათელია, რომ ჩემი შეფასება იყო მეტაფორული
და არა ამ სიტყვების პირდაპირ მნიშვნელობით. ამიტომ ამ სტატუსს პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა და მიანიშნებდა, რომ შალვა პაპუაშვილს შეუძლია ერთ წელიწადში რადიკალურად შეიცვალოს პოზიცია და იყოს ეფექტური ახალი უფროსის დავალებების პირნათლად შესრულებაში. ზუსტად ისე, როგორც ფილიპ კოკუ. ნათელია, რომ ეს არა შალვა პაპუაშვილის პერსონალური შეურაცხყოფა, არამედ მისი როგორც პოლიტიკური პირის პოლიტიკური გადაწყვეტილებების კრიტიკა, გამოხატული უცენზურო ფორმით, რაც სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. სრულად ჯდება კი არა, ეს кейსი რომ ადამიანი იყოს და ეს ფარგლები ტანსაცმელი, დაახლოებით აი ასეთი სურათი იქნებოდა. მოსამართლე ცაცუამ სამწუხაროდ ეს მარტივი ლოგიკა ვერ დაინახა. არც დაინახა და დამაჯარიმა 4000 ლარით. ამ გადაწყვეტილებას მომდევნო ინსტანციაში აუცილებლად გავასაჩივრებთ, რადგან ვფიქრობ, რომ კანონის ეს ნორმა არაკონსტიტუციურია, გამოხატვის თავისუფლება გაცილებით მნიშვნელოვანი ღირებულება, ვიდრე მინისტრების და დეპუტატების პრივილეგია, რომ თვითონ გვაგინონ და ჩვენ პასუხს ვერ უბრუნებდეთ. საერთოდ ამ ორი რამის შედარებაც კი მკრეხელობაა. კოცებო, თქვენ კიდე ერთი რამე კარგად დაიმახსოვრეთ. არასოდეს დააჯარიმოთ Facebook სტატუსის გამო გადაცემის წამყვანი. მით უმეტეს იუმორისტული გადაცემის, რომელსაც საკუთარი გადაცემა აქვს და სარედაქციო დამოუკიდებლობა. რატომ? იმიტომ რომ თავის გადაცემაში მოყვება ამას, როგორც ამბავს. ჩემი Facebook პოსტი რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ნახა და ამ გადაცემას 10,000 ადამიანი უყურებს ყოველ კვირას. 50,000 კაცს კვირაში ერთხელ შემიძლია მოუყვე, რატო დამაჯარიმეს. და შემიძლია რამდენჯერმე მოუყვე. ჩემი საავტორო გადაცემა, რასაც მინდა, იმას ვიზა. ახლა ველოდები საპარლამენტო სხდომას, სადაც დაჩქარებული წესით მიიღებენ ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც აეკრძალებათ გადაცემის წამყვანეს Facebook სტატუსების შინაარსის გადმოცემა. მე არ მსმენია, ვინმე ამბობდეს, რომ ბილდსიტყვაობა უნდა შეიზღუდოს. არ ვიცი. ბილდსიტყვაობა თუ შეიზღუდა, ყველას მოგვიწევს წავიდეთ ციხეში. ამიტომ ალბათ ბილდსიტყვაობა გამოხატვის თავისუფლებით უნდა დარჩეს დაცული. არ მეთანხმებით? სწორია, მე არც უნდა მეთანხმებოდეთ, რადგან ეს ჩემი სიტყვები არაა. თეა წულუკიანმა თქვა ესა 2019 წელს. ხო და რავი აბა თეა 4000 ლარი დამაჯარიმა თქვენმა ხალხმა, ანგარიშის ნომერს ჩაგიგდებ. დღეს 205 ეპიზოდს ვწერთ. დავინტერესდი ნეტავ რას ვამბობდი 100 გადაცემის წინ. ხო და გთავაზობთ ახალ რუბრიკას 100 გადაცემის წინანდელი გადაცემის მოკლე მიმოხილვა. 105 ეპიზოდი 2 წელიწად ნახევრის წინ 2022 წლის დეკემბერში ჩავწერეთ და მას სათაურად ერქვა შუბლის ძარღვი. იმ გადაცემაში საუბრობდით ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რომელშიც საუბარი იყო ღრმა პოლარიზაციაზე, პოლიტიზირებულ სასამართლოზე, ოლიგარქიაზე, დეოლიგარქიზაციაზე, პირადად ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის დასანქცირებაზე. მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე და ნიკა გვარამიას ციხიდან გამოშვებაზე. ხო გეგონება, რომ დღევანდელი ამბების მიმოხილვაო. ისევ ევროპული სანქციების მოლოდინი, ისევ ოლიგარქია და გვარამიაც ისევ ციხეში. ხო, ნუ ერთი განსხვავება ისაა, რომ გვარამია მაშინ გამოუშვეს. მერე ერთი დაჭერა გამოშვება კიდე მოასრეს და ახლა ისევ დაიჭირეს. 2 წელიწად ნახევარი გავიდა ამის დედავატირე, არაფერი შეცვლილა. დააწყევლა ვიღაცა. მაშინ სოფლიო ჩემპიონატი იმართებოდა და მესი დაფრინავდა, თუმცა ლამინი იამალი 15 წლის გახდა და არავინ იცოდა ვინ იყო. მერე ამ ბიჭმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო და მისი ფასი 200 მილიონი ევროა. ჩვენ კიდე ისევ პოლარიზაცია, ისევ პოლიტიზირებული სასამართლო. ეს იყო მოკლე მიმოხილვა 100 გადაცემის წინანდელი გადაცემის. რაც შეეხება ნიკა გვარამიას დაჭერას, ნიკა უკვე მე რამდენად მიწევს შენი გამხნევება. მეგობარო, აბა შენიცი, მეოთხედაც გამაგრდი. ძალიან დიდი ალბათობით ეს შენი ბოლო დაპატიმრებაა.
ამასობაში რეჟიმი თავისიანების არ დანდობასაც განაგრძობს. გომელაურის, ღარიბაშვილის და ლილუაშვილის მერე თანამდებობები დატოვეს ვაჟა სირაძემ და ხარებამ. ბიჭებო, სად მიდიხართ? სად მიდიხართ? წასასვლელის მეტი რა ვიტყვით, მაგრამ უფრო მეტი წასასვლელი გქონდათ სანქციებამდე. ერთი არ უნდა დალიოთ დასანქცირებულმა ხალხმა. თქვენი кейფი იქნება კარგი საყურებელი. ვიღაც რო ამბობს, რომ ბალტიის ქვეყნებში ვერ შევდივარ. და მეორე დღეს ეგ რა არის ძმა, მე ამერიკაში ვერ შევდივარ. მე ძმაო ბრიტანეთმაც დამასანქცია და ამ დროს გომელაური ჩუმად ქირქილებს. აზე არა ხარ ბიჭო, მაგნიცკის სიაში ვარ, არიფები. როგორც უკვე გითხარით, ცვლილებებია ქოცების პოლიციაში. გაუშვეს ვაჟა სირაძე და ხარება. ჯერჯერობით ამ წინადადებას ერთი სიტყვა აკლია, ციხეში. იმედი მაქვს, ეს სიტყვა რეჟიმის დაასრულებისთანავე ჩაემატება. ახალ თანამდებობებზე წარუმატებლობას უსურვებთ ვაჟა სირაძეს და ხარებას შემცვლელებს. ეს ყოფილიყოს ყველაზე მოკლევადიანი თანამდებობები თქვენი კარიერის განმავლობაში. გვყავს ახალი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ზალკალიანის და კობახიძის დაკადაკა, როგორც გვახსოვს, კობახიძის გამარჯვებით დასრულდა და ამერიკის ელჩის თანამდებობა ვაკანტური გახდა. ხო და ცოტა ხნის შემდეგ, უფრო სწორად 7 თვის შემდეგ, ახალი ელჩი გვყავს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ოცნების დეპუტატი თამარ ტალიაშვილი. ის დაინიშნა ამერიკაში ელჩად. თამარ ტალიაშვილის ახლოს გაცნობა გვინდოდა, თუმცა მის შესახებ ვიკიპედიის სტატია ასე იწყებოდა: ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, ხო და აი მან შევეშვით აღარ გაგვიგრძელებია სიღრმისეული კითხვა. მიუხედავად ამისა, თვალში მოხვდა USAID, რომლის გრანტებითაც სარგებლობდა თურმე ადრე. ხო და ახლა ალბათ ამერიკაში რო ჩავა, უკან მიუყრის იმ აღებულ ფულს, იმ deep states. ბოლო დეკლარაციით კი აქვს $117,000 ანაბარზე. ნახოთ, მიუყრის თუ არა. წარმატებები აბათამარ იმედია, ბევრი სუფთა ფურცელი წაიღე და დავიწყოთ თავიდან აშშ-სთან ურთიერთობა. ახლა კი რუბრიკა ქაოსით სარგებლობის დროს ქოცების შემოპარებული კანონები. ქოცები რამდენიმე თვეა ქაოსით სარგებლობენ და პარლამენტში ისეთ კანონებს არეგისტრირებენ, წესით დიდი პროტესტი რომ უნდა მოყვეს. ბოლო ასეთი კანონი იყო გრანტების კანონი, რომლის მიხედვითაც მთავრობის ნებართვის გარეშე გრანტის გაცემა აიკრძალა. ეს კანონი ხო სრული სიგიჟეა, თუმცა ქოცებმა იფიქრეს, რომ არასრული სიგიჟეა და ცვლილებები შეიტანეს, რომ სრული სიგიჟე გახდეს. პრაქტიკაში გამოიკვეთა დამატებითი საკითხები, რაც დაზუსტებას საჭიროებს. კანონში დამატებით ზუსტება გრანტის შესახებ ჩანაწერი. ცვლილებით, მათ შორის ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი კონტრიბუცია ასევე იქნება მიჩნეული გრანტად. გაგვიზიარა ოცნების დეპუტატმა 1991 წელს დაბადებულმა თორნიკე ჭეიშვილმა. ანუ ნებისმიერი მიზნობრიობის ფული ჩაითვლება გრანტად. კაპიქს ვერავინ შემოიტანს ქვეყანაში ბიძინას თანხმობის გარეშე. პარლამენტმაც ცოტა იფიქრა თუ უფრო ცოტა იფიქრა, დაჩქარებული წესით დაუჭირა მხარი კანონს. თუ იმეს კიდევ გააქვთ შეკითხვა ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ თუ არა, მოგწერეთ კომენტარებში, როგორ გძინავთ? საბანი ყოფნით? სადამდე ყოფნით? იქამდე გაფარიათ? თუ როგორ უმკლავდებით პრობლემებს? მიმდინარე კვირაში პარლამენტში ლევან იოსელიანი გამოვიდა სიტყვით, სახალხო დამცველი. ქოცების სახალხო დამცველი ქოცებმავე გააკრიტიკეს. ვერ გაიგო ლევან იოსელიანმა რაქნას. ანუ არც იქანა მიიღონ, არც აქანა. კაცი მაქსიმალურად ცდილობს რბილი იყოს ხელისუფლების მიმართ და ესენი იქით უტევენ. ქარცეცში გაატარა წულუკიანმა. ძალიან როშია შეჭრილი თეა. ყველაზე დიდი ცირკი იქნება თავის კომისიაზეც რომ დაიბაროს ესა არ მივიდეს მერე და დაიჭირონ. იოსელიანის მოხსენებიდან ვიგებთ, რომ უფლებათა დარღვევა ძირითადად 2024 წლის აპრილი-მაისის აქციებზე დაიწყო. არა და ერთი წლით ადრე, როცა იოსელიანი სახალხო დამცველი გახდა. იმავე დღეს მის თვალწინ მიდიოდა მშვიდობიანი პროტესტანტების წემა, ტყეპა, მაგრამ
მაშინ ახალი დანიშნული იყო, გაიგე და ჯერ არ ქონდა გააზრებული თავისი ფუნქცია. ერთი წელი გავიდა, ლევანიც დაალაგდა, რაღაცები გაანალიზა, მიხვდა თავის ფუნქციებს და ჰოპ, სერიოზული დარღვევებიც გამოჩნდა. ბევრს არ ვილაპარაკებ ამ ამბავზე, სადაა გასაფლანგი წუთები, მარტო გიავოლსკის განცხადებას წაიკითხავთ. ძალიან მაგარი რაღაც თქვა გიამ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე. ძალის გადაჭარბება პოლიციის მხრიდან ძალის გადაჭარბება არის, აი რა გონიათ რომ აი რა არის. რა ყოფილა არის ფსიქოლოგიური მომენტი. ფსიქოლოგიური მომენტი ყოფილა. ფსიქოლოგიური მომენტი, რომელიც ასევე უნდა შევაფასოთ და ალბათ ამ შემთხვევაში ფსიქოლოგებიც უნდა დავიხმაროთ. განაცხადა გიამ. ანუ თავპირი რომ დაგვალეწეს და კისრები გვიგრიხეს, თურმე ფსიქოლოგიური მომენტი ყოფილა ეგა. წარმოვიდგენია ანონიმური მოძალადე პოლიციელების კლუბი. გამარჯობა, მე პოლიციელი ვარ და მე ვძალადობ. ტაშით გავამხნევოთ ჩვენი მოძალადეში. ძალადობა რომ ვერ გაიმარჯვებს, ეგ ზუსტად ვიცით და კოცები აუცილებლად ცუდად დაამთავრებენ. ამიტომ გთავაზობთ რუბრიკას როგორ დაამთავრებენ კოცები. აი რეალურ ამბებზე გადაღებულ ფილმებში ტიტრების დროს რო გვეუბნებიან ხოლმე როგორ გაგრძელდა რეალური გმირების ცხოვრება. დაახლოებით ეგეთი რუბრიკა. მაშასე, ვინ რას იზამს, ციხიდან რო გამოვა. მურუსიძე ციხიდან გამოსვლის შემდეგ მიწაში დამარხულ ფულთან მივა, თუმცა ამოთხრილი დახვდება, რადგან ჩინჩალაძე წინა დღეს გამოუშვეს. ბიძინა ივანიშვილმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ცხოვრება ნულიდან დაიწყო. თეატრო ლუკიანი ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოხეტიალე ცირკს გაყვა ერაყში. ოთარ ფარცხალაძე ციხიდან გამოსვლის შემდეგ მალევე შეაბრუნეს უკან ბოტასის კურდობისთვის. ხარება ციხიდან გამოსვლის შემდეგ რუსეთში წავიდა და კანონიერი ქურდი გახდა. ყაველაშვილი შემდეგი 4 პრეზიდენტიდან არც ერთმა არ შეიწყალა. ამიტომ სრულად მოიხადა სასჯელი. ციხიდან გამოსვლების შემდეგ მემუარების წერა დაიწყო. 6 გვერდი დაწერილი აქვს. გადავიდეთ კოკა-კოლას მოსმაზე. ჩასაანალიზებელი თემა დღეს ასე არ გვაქვს, მაგრამ კოკა-კოლას მოსმა ნებისმიერ დროს შეიძლება. ამ თემის სიღრმისეული ჩაანალიზება ვერ მოვასწარი, თუმცა იმედია არც მოგვიწევს და რადგან ამ გადაცემას უყურებთ, ესე იგი ატომური ბომბი ჯერ არავის უსვრია და იმედია რომ ეს ირან-ისრაელის ამბებიც დიდ ომში არ გადაიზრდება. 13 ივნისს ისრაელმა ირანის სტრატეგიულ ობიექტებს დურთა. რამდენიმე სერიოზულ გასვენებაშია ჩასასვლელი კობახიძე. მაგრამ რადგან ერთ დღეს დაიღუპნენ, შეიძლება ერთ დღესვე დაკრძალონ და ირაკლისაც ერთხელ მოუწიოს ჩასვლა. უცებ ჩამოირბეს პანაშვიდებზე და ჩამოვა. რამდენიმე მათგანს ახლოს იცნობდა ბიძინას პრემიერი. მაგრამ ისე ირანელებს მინდა, ბიჭო, ერთხელ ქორწილში დაპატიჟეთ, მაგის დედავატირე. ხელი გააშალევინე და რაღაცა, რავი, მარტო დაკრძალვებზე რო ჩაკავთ. დაუბრუნდეთ სპეცოპერაციას. ისრაელში აცხადებენ, რომ ირანზე მასშტაბური იერიში მიიტანეს და ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. იერიშის დაწყებისთანავე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ქვეყანაში განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ განხორციელდა რამდენიმე დარტყმა და ისინი ირანის ბირთვული პროგრამის და სხვა სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ იყო მიმართული. ჩემი აზრით, რადგან ირანს ბირთვული იარაღი ჯერ არ უსვრია, ესე იგი ეს ბომბები სამიზნეებს მოხვდა. მე ომის სპეციალისტი არა ვარ, ამიტომ ძალიან უჩამაჭერთ ამ ლოგიკაში. ოპერაციის დაწყების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა დაიწყო ოპერაცია აღმავალი ლომი, რომელიც მისი თქმით გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება. ანუ ეს დასასრული ჯერ არაა. რადგან ოპერაციას აღმავალი ლომი ქვია, ესე იგი ჯერ კიდევ ადის. ხო და ჯერ არ ასულა. ნურც ამ ლოგიკაზე გამომეკიდებით. ასეა თუ ისე ბოლო დროის მოვლენების გათვალისწინებით,
ისრაელი სოფლიოს მასშტაბით საელჩოებს ხურავს. თელ სოფლიოში ისრაელის მისიები დაიხურება და აღარ იქნება უზრუნველყოფილი საკონსულო მომსახურება. ასევე დახურულია ისრაელის საჰაერო სივრცე. როგორც ჩანს, საქმე სერიოზულადაა. ირანი მძიმე პასუხით იმუქრება. ამას ისრაელშიც ელოდებიან. ნახოთ რა იქნება. იმედია ტრამპი არ იტყვის ამ ომს დავასრულებო. თორე კიდე ახალი კონფლიქტი დაიწყება სადმე. შეგახსენებთ, რომ ტრამპმა ვერ დაასრულა უკრაინა-რუსეთის ომი და ამ დროს დაიწყო პაკისტანი-ინდოეთის კონფლიქტი და ამას ახლა დაემატა ისრაელი-ირანის ამბები. ისეთი პირი უჩანს, რომ ტრამპი ერთ დღეს გვაგინებს მთელ მსოფლიოს და რა ქნასა. უშუალოდ ოპერაცია აღმავალ ლომს რაც შეეხება ისრაელის უსაფრთხოების მაღალჩინოსამმა Fox News-თან საუბარში თქვა, რომ წარმატებულ იერიშამდე ისრაელმა შეძლო, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის საჰაერო ძალების მაღალჩინოსნებისთვის სხდომის მოწვევისკენ ებიძგებინა. ანუ დაეზარათ ცალ-ცალკე რაკეტების სროლა და ერთად შეკრიბეს ჯიგრები. ჩვენ ჩავატარეთ გარკვეული მოქმედებები, რათა მათზე მეტი გაგვეგო, შემდეგ ეს ინფორმაცია მათ ქმედებებზე გავლენის მოსახდენად გამოვიყენეთ. ვიცოდით, რომ ეს მათ შეხვედრისკენ უბიძგებდათ, მაგრამ მეტიც ვიცოდით, როგორ გაგვეჩერებინა ისინი შეკრების ადგილზე. თქვა მაღალჩინოსანმა ამერიკულ მედიასთან. ანუ როგორ აიძულეს შეკრებილები, რომ რაკეტების სროლამდე არ დაშლილიყვნენ, აი აღარ ვიცით. საქართველოში ადვილია, ცოტა მკაცრი თამადა გინდა ფეხს ვერავინ მოიცვლის. ირანში არ ვიცი როგორა. აღნიშნულ იერიშთან დაკავშირებით ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის ოფიცმა განაცხადა, რომ მოკლულია ირანის საჰაერო ძალების მაღალჩინოსნების უმეტესობა. ამ დარტყმას ემსხვერპლა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაური ამირ ალი ჰაჯიზადე. ანუ ტიპმა პარასკევს გაიღვიძა გახარებულმა შაბათკვირა მოდისო დავისვენებო და არ დააცადეს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მასშტაბის ოპერაცია ისრაელს ირანში აქამდე არ განუხორციელებია. მცირე ბაყაბუყი სულ იყო, მაგრამ ეს სულ სხვა ლეველის იერიში იყო. ისრაელმა თეირანის გარშემო სულ მცირე 6 სამხედრო ბაზას დაარტყა. ასევე იერიში მიიტანა სამხედრო მეთაურებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის რამდენიმე შენობაზე. ისრაელის იერიშების შედეგად ორი მოწინავე ბირთვული მეცნიერი, მოჰამედ მეჰდი და ფერეიდუნ აბასი დაიღუპნენ. ამასთანავე იერიშის ფარგლებში ისრაელმა ირანის რევოლუციური გუშაკთა კორპუსის მეთაური გენერალი ჰოსეინ სალამიც მოკლა. ირანულ მედიაში ასევე წერდნენ, რომ იერიშის შედეგად დაიღუპა ირანის არმიის მეთაურიც მოჰამედ ბაგერი. ამ ყველაფრის მერე ირანში ამბობენ, რომ საპასუხო დარტყმა აუცილებლად იქნება, თუმცა დარტყმის ბრძანება ვინ უნდა გასცეს? აი აღარ ვიცი. საქმე ისაა, რომ ისრაელმა ასევე დამატებითი იერიშების შესაძლებლობაზეც მიანიშნა და თავდასხმას პირველი ეტაპი უწოდა. სამყარო ისეა მოწყობილი, რომ თუ არსებობს პირველი ეტაპი, ესე იგი მეორე ეტაპიც არსებობს მინიმუმ, ხო? ასე რომ ნახოთ რა მოხდება. კიდევ ერთი ფართო მასშტაბიანი ომი არავის არ აწყობს, არც ერთს და მეორეს მით უმეტეს. რომელია მეორე, ოღონდ ჯერ ვერ ჩამოუყალიბდი. ორივეს დიდი შეიარაღება აქვს ორივე ქვეყანას, ფართო მასშტაბიან ომში მარტივად გამარჯვებული არავინ იქნება. ეს ომი იმიტომაც არ მინდა, რომ ქოცებისთვის უფრო აღარავის ეცლება. ჩვენი დარდი გვაქვს. იმდენი მოახერხეს ქოცებმა, რომ მაგათ გასაჯმეინებლად ირან-ისრაელის ომი არ გვაწყობს. მაგრამ მეორე მხრივ ის გვაწყობს, რომ ამათ მოკავშირეებს უბრაგუნებენ. ახლა კითხვა, ჩვენ რა ვქნათ ჩვენ? ჩვენ უნდა გავაგზავნოთ ბრძოლა. რეჟიმი მარწუხებს გვიჭერს, სულელურ კანონებს იღებენ, აღიარების ხავს ეჭიდებიან და არ საიდან ჩანს. ორბანს შეხვდა კობახიძე უკვე მეშვიდედ. წელიწად ნახევრის წინ გახსნილ იტალიის საკონსულოში გახსნაზე ჩავიდა მთელი ქოცობა. მინისტრები. ვითომ ევროპაში ვიზიტები აქვთ, გაიგე? მაგრამ პროპაგანდაც არ მუშაობს. თუ სადმე შეხვდათ ნიუსი, რომ რუსული სამხედრო ქარხნიდან, რომელიც რუსული არმიისთვის მუშაობდა, ბოლი ამოდის და გუგუნებს, არ დაიჯეროთ, სინამდვილეში კვამლი იქნება ეგ. ისიც იმიტომ, რომ უკრაინელებმა დურთეს და გადაბუგეს. აღარ იციან ქოცებმა რა ქნა, სამაგიეროდ მე ვიცი რა უნდა ქნა, უნდა ჩამოიშალონ. რუსეთის იმედად ყოფნა ძვირი დაუჯდებათ ქოცებს. თვით ორბანიც კი მიეტმასნა უკრაინას. რუსეთი სუსტია და ნატო ევროკავშირი ძლიერიო.
ამ კოცებს ისი იმედი აქვს არ ვიცი. ირანს ვიტყოდი, მაგრამ გუშინდელის მერე აღარც მე მგონია აღარც კოცებს. სანამ ეს ყველაფერი დაალაგდება, იქამდე მხნეობა და გამძლეობა ყველა პოლიტპატიმარს. ჰეი, გამარჯვება იქნება, მალე. სულ ეს იყო რაც დღეისთვის მინდოდა მეთქვა. შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულაზე.